მეგობრებო, მოგესალმებათ კახაბერც ერცვაძე, შუაგულ ბოლონიიდან. ნახეთ, ჩემო მეგობრებო, რა ბუნება, ნახეთ რა შენობა. დღეს ვარ მოსული, ყველას ხო გეუბნებოდით, რასაც ვაკეთებ. აქ ვაკეთებ ჩემი რესტორნიდან არის 4 კილომეტრში. ნახეთ რა მაგარი შენობა არის. აგერ ჩემი მეუღლე, შორენა. ნახეთ. მიესალმე შორენა. მოგესალმებით ყველას. გაუმარჯოს. ნახეთ. ახლა ვაცნობ რაც უთხარი ხალხს, რომ რას ვაკეთებთ აქ. უთხარი ორი სიტყვით მე გავაგრძელებ. რას ვაკეთებთ აქ? ჯერ პირველი რაც უნდა დავიწყოთ უნდა გავარემონტოთ სასწაული. დღეს სასწაული ამბავი არის, მოყვანილი ვყავს არქიტექტორი, გეომეტრი და რა ვიცი, მთელი კომუნი აქ არის მოსული და ახლა პროექტს შეგვიდგენენ და როგორ შეგვიდგენენ პროექტს მეორე დღესვე უკვე შეთანხმებული ვართ და მოვლიან და იწყებს ბრიგადა მუშაობას. ხო და ნახე ორი სიტყვით მინდა ორი დავათვალიერებები. ნახეთ რა მაგარია ბუნება, ეზო. ნახეთ რამხელა შენობა 1500 კვადრატული მეტრი არის შიგნი და აქ შენობაში რესტორანი არ იქნება, ჩემო მეგობრებო, ეს იქნება. დარბაზი, საქორწილო, ახლა არ დამიწყოთ ქართულ ქორწილებსაც გადავიხდი, იტალიურ ქორწილებსაც გადავიხდი და ვისაც მოუნდება ქორწილი და სხვათა შორის რაც ხო, არა მარტო ქორწილი, ნათლობა, ქორწილი, დაბადების დღე, შოუებს მოვაწყოთ, როცა გვინდა დისკოტეკასაც გავაკეთებთ და რა ვიცი, მომღერლებს ჩამოვიყვანთ და რაღაც და მინდა ეს იყოს ქართული სახლი ქალაქ ბოლონიაში. და არ არის, კიდე ჩემ მეგობრებთან, იტალიელებთან მქონდა ამაზე საუბარი და მითხრეს, მაგარი ხარო რა. რატო? არ იქნება ქართული საჭმელი თუ არ მოისურვებს ქორწილში, მაგალითად ჩვენი მეგობრები იტალიელები, ვინც გადაიხდის ქორწილს, არ არის პრობლემა ქართული საჭმელი, არ უნდათ გაუკეთებთ იტალიურს და რა ქვეყნის საჭმელი თუნდაც იმას გაუკეთებთ. თავარია, ჩვენი იქნება დარბაზი, ჩვენი იქნება გაფორმება, იცით ჩვენ როგორ ვაფორმებთ დარბაზებს და რა ქორწილებს ვიხდით, კარგად იცის ეს ჩემო მეგობრებო და ასე რომ შუაგულ ბოლონიაში ეს სახლი იქნება ქართული სახლი, სადაც შევიკრიბებით და აქ იქნება ყველაფერი, ჩემო მეგობრებო და გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს კახაბერც ერცვაძეს ბოლონიაში. გაიხარეთ, მიყვარხართ ყველა.